Some of the Baltic states recently announced that they were going to ბალტიის ზოგიერთმა სახელმწიფომ ბოლო დროს განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო მტრულ მოქმედებათა მზადყოფნისთვის ისინი მოსახლეობის ევაკუაციაში ვარჯიშობენ. ფინეთი, რომელსაც ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის კულტურა აქვს, გეგმავს თუ არა მსგავს ღონისძიებას. ეს ფინეთში ტრადიციული მიდგომაა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და რეგულარულად ვატარებთ სწავლებებს, ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე ახალი მოსამზადებელი ღონისძიების ან სწავლების გამოცხადება არ იგეგმება. ეს განცხადება ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. ფინეთი, რომელიც თავდაცვის მაღალი მზადყოფნით გამორჩეულია, გაზრდილი რუსული საფრთხეების გამო შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს. ოფიციალური ცნობებით ჰელსინკი 2030 წლისთვის გადაიარაღების მორიგ პროცესს გეგმავს. თავდაცვის ბიუჯეტიდან $1.5 მილიარდი სწორედ საავიაციო საშუალებების და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება. რისთვის ემზადება ფინეთი. როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი ამბობს, რუსეთი აგრესიის მეორე ფაზისთვის ამზადებს საფუძველს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ზრდიან ისინი საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ადგილას. ამას მშვიდად ვეკიდებით, რადგან ეს ძველი გეგმაა. თუმცა ახლა ვიცით, რომ რუსეთი მართლაც აძლიერებს თავის სამხედრო ძალას პოტენციური აგრესიის მეორე ფაზისთვის. გულისხმობ, რომ ისინი უკრაინის ომის შემდეგ ნატოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი მართლაც ახდენენ თავიანთი სამხედრო ძალების მოდერნიზებას და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ამის ნიშნები ჩვენს საზღვრებზეც კი ჩანს. როდესაც ფინეთი 2023 წელს ნატოს შეუერთდა, ამ პატარა სკანდინავიურმა ქვეყანამ ალიანსში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის სისტემის მაგალითი შეიტანა. სისტემის, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში რუსეთის მხრიდან მძიმე სცენარების მოლოდინში იქმნებოდა. დიდი რეგულარული არმიის ნაცვლად ფინეთი ეყრდნობა საყოველთაო სამხედრო გაწვევას, უზარმაზარ მომზადებულ სარეზერვო ძალებს და საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს თავისი როლი ეროვნულ თავდაცვაში. ომის დროს ფინეთს დაახლოებით 280,000 ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. 5,6 მილიონიან ერში თითქმის ყოველ მე-6 ადამიანს აქვს სამხედრო მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება შესაძლებელია. ჰელსინკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებასაც. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყანამ დაასრულა მთელი ქვეყნის მასშტაბით 50,500-ზე მეტი თავშესაფრის მონიტორინგი, რომლებშიც 5 მილიონამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრების თითქმის 91% კონვენციური თავდასხმებისადმი საკმარისად მდგრადად არის შეფასებული, მათი 83% აღჭურვილია იმ სისტემებით, რომლებიც ბირთვულ, ბიოლოგიურ ან ქიმიურ საფრთხეებზეა გათვლილი. ევროპაში რუსული დრონების ინციდენტების შემდეგ ფინეთის თავდაცვის მინისტრი საჰაერო თავდაცვის მიმართულებითაც მეტად თავდაჯერებულია. ფინეთს ამჟამად საკმარისად მაღალი დონის მზადყოფნა აქვს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მიმართულებით. გვაქვს საკმარისი ძალა ვიმოქმედოთ ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ამჟამად ჩვენი სისტემების ინტეგრაცია მიმდინარეობს ნატოში და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკანონმდებლო და ბიუროკრატიული სამუშაოები ჯერ კიდევ დარჩენილია, ეს პროცესი სწორად და მიზანმიმართულად გრძელდება. გასულ წელს ფინეთმა ასევე გამოსცადა და მოამზადა ომის დროინდელი შეთანხმებები კერძო ფირმებთან. 1000-ზე მეტი კონტრაქტი. იმისთვის, რომ უზრუნველყოს მრეწველობის და ბიზნესის გადასვლა ომის დროინდელ წარმოებაზე საჭიროების შემთხვევაში. მუდმივი საბრძოლო მზადყოფნისთვის ფინეთი აქტიურად მონაწილეობს ნატოს სწავლებებში. ჰელსინკი აქტიურადაა ჩართული ნატოს ბირთვული შეკავების წვრთნებში სახელწოდებით Steadfast Moon, რომელიც მიმდინარე კვირას დაიწყო და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ფინეთის გაწევრებით ალიანსმა მოიპოვა პარტნიორი, რომელიც ომის პერსპექტივას განიხილავს როგორც მუდმივ რისკს და არა შორეულ შესაძლებლობას. გიორგი თუხარელი, Euronews, Georgia.